სტომართან ერთად ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ტურიზმის. რა გავლენას იქონიებს ტურიზმის სფეროს შეჩერება ეკონომიკაზე და უერთდებიან თუ არა ქართველი გიდების საპროტესტო აქციებს. თემაზე სტომართან საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის სამოქალაქო აქტივისტთან ერთად საუბრობთ. საღამომშვიდობის ბატონო ლაშა, ძალიან დიდი მადლობა რომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ აფასებთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, გვაქვს თუ არა სახეზე პოლიტიკური კრიზისი და რა გავლენას იქონიებს თუ გვაქვს ეს ეკონომიკაზე. დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ სხვა სფეროსთან შედარებით პირველი დარტყმა მოდის ტურიზმის სექტორზე, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები, რომლებიც გეგმავენ საზღვარგარეთ გამგზავრებას, ან უშუალოდ საქართველოში ჩამოსვლას, ისინი პირველ რიგში ხედავენ, როგორია მდგომარეობა ამ თუ იმ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს საუბრობთ და უცხოელ ვიზიტორებზე გავამახვილებთ ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თვეობით გეგმავენ ადრე ამ თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობას, შემცირდა ბატონო ლაშა? კი, რა თქმა უნდა, შემცირებული არის. ჩვენ ხედავთ, რომ ეს ჯავშნების გაუქმების ინტენსივობა დამოკიდებული არის ტალღებთან საპროტესტო აქტივობების, რომელიც იმართება სხვა ქალაქში. ეს ფიქრობ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისთან ერთად აქტიური ქალაქები არის უკვე თქვა თბილისი, ასევე ქუთაისი, ბათუმი, სხვა ქალაქები, გორი და ფოთიშიც იყო თორსტე გამოსვლები და ასე შემდეგ. ანუ არ არის ისეთი ქალაქი დარჩენილი, სადაც შეიძლებოდა რომ თქვა ტურისტს ემოგზაურა საპროტესტო აქციების გვერდისავლით. გამომდინარე აქედან ნებისმიერი ესეთი ქმედება, რომელიც იწვევს ქვეყანაში დაძაბულობას პირველ რიგში ჩვენ სექტორზე ახდენს გავლენას. ვინ არის ამ სექტორს ვის მოვიაზრებთ ხო? მაყურებელს რო იყოს უფრო გასაგები, არ მხოლოდ კიდები არის ძალიან მცირე პროცენტი ამ მთელ ასე ვთქვათ სექტორის ბიუჯეტში. ეს არის სასტუმროები, ეს არის რესტორნების ობიექტები, ეს არის ტურისტული ატრაქციები და ტურისტთან დაკავშირებული გადამზიდავები, გადამყვანები და ასე შემდეგ. ანუ ყველა პირველი ვისაც ურტყამს ეგ ასე ვთქვათ კრიზისი, ეს არის გიდები, რომლებიცაც აღარ აყოთ ფიზიკურად ადამიანები, ვისაც გაყვებიან და მომსახურებიან. შემდეგი არის ტრანსპორტი, ვისაც უშუალოდ გადაყავს ჩამოსული ჯგუფები და ემსახურებიან. ეს არის პატარა მსუბუქი ავტომანქანის მფლობელები თუ მიკროავტობუსის თუ ავტობუსის მფლობელები, შემდეგი არის უკვე სასტუმროები. და ასევე ჩვენ ახლა შევდივართ იმ ასე ვთქვათ ცირკულარში, თუ შეიძლება ითქვას, ეს არის ზამთრის სეზონი და ჩვენ ისედაც ცოტა ნაკლები არის ზოგადად და ეხლა წესით უნდა მიმდინარეოდეს ჯავშნების მიღება ბაკურიანზე, გუდაურზე, გოდერძიზე და მესტიაზე და უბრალოდ ხო, კი ბატონო, ან უბრალოდ არ რომ გავიგოთ ამ პრობლემის სიმძიმე, ეს ადამიანები და ამ ქალაქში და კურორტებზე მაცხოვრებლები ადამიანები და მოქმედი ბიზნესები რჩებიან საერთოდ შემოსავლის გარეშე. თუ ვთქვათ, სხვა თბილისის, ან ქუთაისის, ან ბათუმის ქალაქები მეტნაკლებად შეგუებული არიან სეზონურობას, რომ ზამთრის სეზონი მაინც დაბალი აქტივობით ხასიათდება, მათთვის ზამთრის სეზონი არის სეზონი, ან ბაკურიანზე, გუდაურზე და მესტიაზე და ასე შემდეგ მაქვს საუბარი და ეხლა ჩვენი ასე ვთქვათ პრობლემა არის, მაგრამ არის ასევე ქვეყნის სხვა კიდევ უფრო დიდი და ეგზისტენციალური საფრთხე, რომ არის ისე შიშები, რომ ქვეყანა თქვათ არ დაუბრუნდეს წარსულს. რუსეთზე მაქვს საუბარი, რომ ქვეყანამ არ გააჩეროს სვლა ევროპისაკენ, რაც ეხლა თქვათ რის გამოც ხალხი არის გამოსული. მე მაინტერესებს თქვენ ყველაზე კარგად გეცოდინებათ ინფორმაცია გავრცელდა, მე აღმოჩნდა რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ ალბათ უახლოეს მომავალში თუ კი ასე იზოლირებული აღმოჩნდება საქართველო ევროპა ამერიკისგან, მაშინ ვიზიარს ალბათ ნამდვილად აღარაფერი აღარ ესაქმება საქართველოში გავრცელდა კიდევაც რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია მართალი ეს არ აღმოჩნდა მართალი ეს იყო ერთ-ერთი ტუროპერატორის მოსაზრება რომელიც უბრალოდ გამოხატა თავისი აზრი თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ევროპა დაგვიწესებდა ქვეყანას მოსახლეობაზე მაქვს საუბარი სავიზო შეზღუდვებს ხო ამ შემთხვევაში ვიზიარი გაიყვანდა სავარაუდოდ გაიყვანდა თავის ბაზაში რას გულისხმობასაც ახსნი ვიზიარს ქუთაისში
ბუდაპეშტში აქვს ოპერირებისთვის თავისი ბაზა, სადაც განთავსებულია 4-5 საჰაერო ხომალდი და ფრენები ხორციელდება ქუთაისიდან ქუთაისამდე. თუ თქვათ ჩვენ ჩავდივართ თქვათ ბუდაპეშტში, ჩავდივართ რომში ან ბრიუსელში და ასე შემდეგ, მათ ემსახურება ქუთაისის ბაზა, ანუ ქუთაისში აბაზირებული ხომალდები და თუ თქვათ სავიზო რეჟიმით დაწესდებოდა დიდი ალბათობით ვიზიარი თავის ბაზას გაიყვანდა და ალბათ მხოლოდ შეამცირებდა რეისებს და სხვა ქვეყნიდან იფრენდა შემცირებული რაოდენობით ვიზიარის ხომალდები, მაგრამ ღმერთთან უკნას რომ სავიზო რეჟიმი ზოგადად დაწესდეს, ეს მხოლოდ მარტო არავიზიერს გაიყვანს, ალბათ ბევრ სხვა უდიდეს პრობლემას შექმნის, მაგრამ რომ გავითვალისწინოთ ვიზიარის მნიშვნელობა და როლი ქუთაისისთვის და იმერეთისთვის, ეს არის 90%-ზე დამოკიდებული ქალაქი ვიზიარის შესრულებულ ფრენებზე და რეგიონი იმერეთი და თუ ვიზიარის ფრენები რამენაირად შეიზღუდება, შემცირდება, ეს იქნება ალბათ კატასტროფა ჩვენი ქალაქისთვის და რეგიონისთვის. ქვეყნისთვისაც კატასტროფა იქნება, ბატონო ლაშა, ალბათ თუ კი აღმოჩნდით ჩვენ მართლა საერთაშორისო იზოლაციაში, ალბათ ნაკლებად დააინტერესებთ მე უცხოელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა. მაგრამ კი ბატონო, მაინც ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ ჩვენ ოპტიმისტურად იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, ხოლო ის ადამიანები, ვინც უშუალოდ პასუხისმგებლები არიან ამ პროტესტს უპასუხონ დიალოგით და ასე შემდეგ, შედგება ეს დიალოგი და ხალხის იმედი რომ შედგება დიალოგი და ნებისმიერი ესეთი დაპირისპირებას არ ვიტყოდ, უბრალოდ ესეთი ამბავი დიალოგის რეჟიმში უნდა დასრულდეს ყველა ვარიანტში და ვფიქრობ, რომ იქნება ის ოქროშუალედ გამონახული, სადაც ხალხის ხმა იქნება შესმენელი და ხალხის ნება იქნება გათვალისწინებული და ეს იქნება ქვეყნისთვის ზოგადად კარგი, რომ ქვეყანა დამშვიდეს, ქვეყანა დაუბრუნდეს თავის მშვიდობიან რიტმს განვითარებისას და ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს ოქროშუალედი მოსაძებნი არის, იმიტომ რომ უკვე ორი კვირა ადამიანები გარეთ დგანან, ვიცით, ნაწილი უშუალოდ შეიძლება პროტესტზე არ დგას, მაგრამ მხარს უჭერს. ის ნაწილი, რომელიც ამ პროტესტს საერთოდ მხარს არ უჭერს, ის ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან, მათაც აქვთ გარკვეული თქვათ შიშებით, მათაც აქვთ გარკვეული თავიანთი მოთხოვნებიც, რომელიც ალბათ იქნება გაზიარებული, გათვალისწინებული და ორივე მხარის ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის, რომ ქვეყანა ცოტა მშვიდ რელსზე გადავიყვანოთ და დაუბრუნოთ საქართველოს ევროპის მიმართულებას, ანუ ევროპისკენ სავალ გზას. მოთხოვნები ამ აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს ნამდვილად არა აქვთ ისინი დაკავებულების გათავისუფლება, რომელსაც ვფიქრობ, რომ არავის არ აქვს. იგივეს ითხოვენ აქციაზე მყოფი ადამიანები. ის ადამიანებიც კი, ვინც ამ აქციას აპროტესტებენ, მათაც მჯერა და ვფიქრობ, რომ ისინიც ითხოვენ იმ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, იმიტომ რომ ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც ასე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის მხრიდან იქნება მხარდაჭერილი და ეს ადამიანები მალე დატოვებენ საყოფილებს. მართლა გისმინოთ, კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს აქციებზე ჯგუფურად ხდება აქციის მონაწილეების გამოსვლა, ექიმების სახელოვნებო IT და ასე შემდეგ. ტურიზმის სექტორში დაკავებული ადამიანები, დასაქმებულები, კიდები, სასტუმროების მეპატრონეები, ასე ერთად ხო არ აპირებთ ან ხომ არ გეგმავთ? თბილისში მაგალითად იყო რამოდენიმე დღის წინ სახელდახელოდ მოხდა შეკრება დაახლოებით 300-მდე ადამიანის, როგორც ვადენებდი თვალს და ასე ვთქვათ, იყო ეს მსვლელობაც, ასევე ცალკეული ადამიანები, რომლებიც ამ სექტორს წარმოადგენენ, აქტიურად არიან ჩართული ამ ხმის, ასე ვთქვათ, გაჟღერებაში, რომ ნამდვილად გვინდა ქვეყანა დაბრუნდეს ევროპის მიმართულებით და კონსტიტუცია იყოს დაცული, რომელიც არის ჩვენ გარანტირებული უფლება, რომ ყველაფერი ძალი და ღონე ქვეყანამ იხმაროს და გამოიყენოს, რომ იმოძრაოს ევროპის მიმართულებით და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას რაიმე ტიპის ისეთი, ასე ვთქვათ, შემაფერხებელი ფაქტორების გათვალისწინება, რაც ქვეყანას გააჩერებს ან დროებით, ან სამუდამოდ ამ სვლისკენ. დაანონსდა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა თვის ბოლოს, ვიდრე ახალი წელი დადგება, ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და შესაბამისად კომენდანტის საათი დაწესდეს. რა აზრს ბრძანდებით ამ ინფორმაციაზე? გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესში გუშინ მოხდა ჩართვა უშუალოდ ევროპის წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, რომელიც გარკვეულწილად ითავა შუამავლობა ამ დიალოგში და მოუწოდა ასე ვთქვათ, ქვეყანას დამშვიდებისკენ და ინკლუზიური დიალოგისკენ.
ვფიქრობ, რომ ეს ფაქტორი უფრო მეტ შერბილებას შეუწყობს ხელს სიტუაციისას და მოხდება დეესკალაცია და არ იქნება გამწვავება. Პირიქით, კომენდანტის საათი ეს იქნება ჩვენთვის კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, საკონტროლო გასროლა ალბათ ეკონომიკისთვის, არა მარტო ტურიზმისთვის, ზოგადად ადამიანებისთვის, მათი ფსიქიკისთვის, მათი სიმშვიდისთვის და არავის არ ასე ვთქვათ მოუტანს ეს სიკეთე და კომენდანტის საათი ვინცაც კი გამოუცდია და ნაწილობრივ ჩვენ ეს გამოვცადეთ კოვიდის დროს და რა კატასტროფა დაატრიალა ქვეყანაში ზოგადად ადამიანების ცნობიერებაში დღემდე ხედავთ ადამიანებს რომლებიც არ არიან თლად კიდე კარგად გამოსული იმ კომატური მდგომარეობიდან რაც ჩვენ მოგვიტანა იმ კომენდანტის ასე ვთქვათ ფორმით კოვიდის გადატანა თქვენ ძალიან ბევრ ადამიანთან უცხოელთან გაქვთ ხოლმე შეხება ძალიან ბევრი მათგანი მე ვიცი თქვენი ახლობელი მეგობარი ხდება ხშირად გაქვთ ხოლმე კონტაქტი მიმოწერა თუ ადევნებენ თქვენი ყოფილი ტურისტები თვალყურს ახდება საქართველოში და თუ გეხმიანებიან როგორ აფასებენ მოვლენებს განსაკუთრებით ხარს გვიჭერენ ეს ადამიანები რომლებიც არიან თქვათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პოლონეთიდან ბალტიის ქვეყნებიდან უკრაინიდან ასევე ნაწილობრივ ბელორუსიიდან ის ხალხი ვინცაც არ გამოვიდა მსგავსი თქვათ ვისაც ჰქონდა სურვილი ქვეყანა ყოფილიყო ევროპის გამართული და სამწუხაროდ არ გამოვიდა მათ ჩვენში ხედავენ ქართველებში ხედავენ ეხლა გზას რომ იქნებ თქვენ მაინც შეძლოთ და ამ კურსიდან არ გადაუხვიოთ მათგან ამ ხადაჭერას ყოველხრივ გრძნობთ და ზოგადად ადამიანები იბრძვიან თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლას რომელიც გულისხმობს თავისუფლებისთვის ბრძოლას მტერიც კი დადებითად აფასებს და არათუ მოყარე და მოყარეში რა თქმა უნდა ერთიორად ვიზრდებით და მაღდებით და ჩვენი რეპუტაცია რომელიც აუცილებლად დასაბრუნებელია მსოფლიო რუკაზე აუცილებლად ასე ვთქვათ ასამაღლებელია და გასატანია ქვეყნიდან მგონია რომ გარკვეულწილად ეს ღონისძიებები რაც ახლა ვთქვათ ქალაქებში გამოსვლებით ხდება ხოლმე ამ საქმეს დადებითად წაადგება და ემსახურება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად და ორივე მხარესთვის მეტნაკლებად მისაღებად დასრულდეს რომ რამე კიდე ისეთ უბედურება არ მოხდეს რომელსაც ყველა ვინანებთ ამ ქვეყანაში და არ მინდა ნეგატიური რაღაცა მოლოდინები მეც გქონდეს ან თქვენც გქონდეთ ან ჩვენ მაყურებლებსაც გქონდეს იმიტომ რომ 21 საუკუნე არის ეხლა არის პერიოდი როცა ჩვენი განვითარებით ჩვენი სწავლით ჩვენი ამ ცხოვრებით თქმობით უნდა გავატაროთ და არა ერთმანეთში თქვა ზიზღის რქვევით და 24 საათ დაპირისპირებით და აი ამაში არ უნდა კარგავდეთ რა თქმა უნდა დროს ანუ ჩემი მოწოდება იქნება რომ ეს არის დიალოგი უშუალოდ ჩართულობით ამ ევროკავშირის რომელიც ნიშნავს გუშინაც გამოჩნდა რომ უფრო მეტად რასვაც სერიოზულად აღიქვან ამ პრობლემის მნიშვნელობა, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოსმენა და გააზრება, იმათაც მაქსიმალურად ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ იმედიანად ვიქნები განწყობილი, რომ ცოტა უფრო სხვანაირად, ანუ შერბილდება სიტუაცია, ვიდრე ახამდე იყო. წლის ბოლოა და ისევ ვერ გაგიშვებს სტუდიიდან შეკითხვას თუ არ დავსვი, მოკლედ თუ შეგიძლიათ რომ შეაფასოთ 2024 წელი ტურიზმის კუთხით, ტურიზმის სფეროს, ტურიზმის განვითარების მხრივ როგორი იყო ქუთაისისთვის? ქუთაისისთვის მეტნაკლებად ასე რომ თქვა სტაბილურობით გამოირჩეოდა თუ გამორიცხათ ორივე ამ დიდ პრობლემას, რომელიც იყო გაზაფხულის და ხაშავადგომის აქციებს გულისხმობ, აი ზაფხულის პერიოდზე მეტნაკლებად სტაბილური იყო სიტუაცია, მაგრამ ქუთაისში თუ იყო სტაბილური, ასე რომ თქვა, ხო? აი თბილისის შემთხვევაში იყო აქტიური, იმიტომ რომ რაუნდენიმე ასე ვთქვათ, ახალი მიმართულება დაემატა აქტიურად თბილისის აეროპორტში. შემოვიდა რამოდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რამაც ასე ვთქვათ, გაზარდა მგზავრთ ბრუნვა თბილისის აეროპორტში და ხელი შეუწყო აღმოსავლეთ საქართველოს უფრო მეტად დატვირთვას, რაც შეეხება ქუთაისს და იმერეთს, არ მოხდარა სამწუხაროდ ტურისტული მარშრუტების ასე ვთქვათ, განახლება, არ მოხდარა საინფორმაციო ნიშნულების განახლება, არ მოხდარა თქვათ მაგალითად ტურისტული ატრაქციების ინფრასტრუქტურის განახლება, ან ახალი მოხდა ავტობუსის გამოყოფა, რომელიც ასრულებს რეგულარულად ტრენების დღეს ქუთაისსა და აეროპორტში. 10 წლიანი ლოდინის შემდეგ, საკმაოდ ასე ვთქვათ, აქტიური მოთხოვნებით მოხდა ეს ძალიან კარგი ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ 2 საათიანი შუალედით დადის ეს ტრანსპორტი, რაც ვფიქრობ,
უფრო სიხშირე გასაზრდელი არის, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამ შესაძლებლობას იყენებენ და ვფიქრობ, რომ ეს მკვეთრად დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე იმ ტურისტებს, რომლებსაც სჭირდებათ ეს კომფორტი, რომ აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ არ დაიწყონ ძებნა სად წავიდნენ და რითი წავიდნენ და ქუთაისმა არ უნდა დაკარგოს ტურისტი, ვინც ჩამოდის ქუთაისის აეროპორტში და ეს ავტობუსი ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი არის. კი ბატონო, 2024 წლის ყველაზე მთავარი პრობლემა რა იყო თქვენ სფეროში თქვენთვის? ну, ვფიქრობ მაინც რომ ეს არის ახალი ატრაქციების განახლება, ან არ შექმნა, იმიტომ რომ უნდა გახდეს ახალი ჩვენთან რეგიონში. სულ სამ მუნიციპალიტეტში შეიძლება ვთქვათ, რომ არის ტურისტების აქტივობა, როცა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, 9 მუნიციპალიტეტში ამას ვერ ხედავთ. ანუ შესაბამისად ეს მთელი აქცენტი უნდა იყოს გადატანილი დანარჩენ მუნიციპალიტეტებში თანაბრად, რომ გაჩნდეს ახალი რაიონში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს თავის ჯიბეზე კეთილდღეობით ის ჩამოსული ტურისტი, რომელიც ჩამოს ქუთაისის აეროპორტში ან ქუთაისში, რომ მასთანაც მივიდეს, მასთანაც დახარჯოს თანხა, სიკეთე, კეთილდღეობის და არ წავიდეს, არ დატოვოს თავისი მამა, პაპის სახლი და კარი და იქ დაფუძნდეს, იქ განვითარდეს. ამის შესაძლებლობა უნდა მივიცეთ ამ ადამიანებს, უბრალოდ ამას სჭირდება სწორად მუშაობა, სწორად ტურიზმის სტრატეგიის შექმნა იმერეთში, რომელიც 12-ვე მუნიციპალიტეტს თანაბრად ან მეტლაკებად თანაბრად განავითარებს და 12-ვე მუნიციპალიტეტი ისეთივე ცნობადი იქნება, როგორც რაღაცა წყალტუბო თავისი პრომეთეს ღვიმით, როგორც არის ვანი და მას კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება და ასე შემდეგ. და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ იმერეთში არსებული 11 თუ 13 ბალნეოლოგიური დაძინებული კურორტი ოდესმე იხილავს მზის შუქს და მოწყალე თვალით ვინმე შეხედავს ამ კურორტებს და ეს არის უდიდესი ჩვენი საგანძური, ეს არის უდიდესი ჩვენი, ასე ვთქვათ, სამომავლო ბენეფიტი, რომელიც იმერეთს განსაკუთრებულ მიზიდულობას შეუქმნის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის დატოვებს ძალიან დიდ მიზიდულობის კერებს და ეს კურორტები, რომელიც არის დღეს დაძინებული, არააქტიური და გამოუყენებელი, მიცემს ძალიან დიდ შემოსავლებს ამ კურორტებთან არსებულ ოჯახებს, ამ მუნიციპალიტეტებს და იმერეთის რეგიონს. ამაზე გავაკეთებდი აქცენტს მომავალში. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს უსურვებ ჩვენ ქვეყანას, თქვენ ტურიზმის სფეროს, გქონდეს მშვიდობა და რა თქმა უნდა ევროინტეგრაცია, კი ბატონო, რასაც ვითხოვთ მთელი ერი.